გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ორბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა რომ მიყურებთ. ყველას მოგიკითხავთ და დავიწყოთ სენსაციური კადრებით. ამბავი, რომელიც გასულ ღამეს ხდებოდა, დღეს არის 9 ივლისი, სწორედ 9 ივლისის ღამეს ჩატარდა ძალიან მასშტაბური ოპერაცია აზოვის ზღვაში 414 ბრიგადის მიერ. უპილოტო საფრენი აპარატებით ჯამში განადგურებული არის მხოლოდ ერთ ღამეში 14 რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდი. მადიარის ჩიტები ეს დანაყოფი აფართოვებს ტემპს და მასშტაბს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის განადგურების, როგორც აზოვის ზღვაში, ასევე შავ ზღვაში და ყოველდღიურად იზრდება მათ მიერ განადგურებული სამიზნეების რაოდენობა. თუ წინა დღეებში და მათ შორის წინა ვიდეოშიც მქონდა საუბარი, რომ იყო ღამეში 9, 10 გემი განადგურებული, ახლა 14-მდე გაიზარდა ეს რაოდენობა. მთლიანობაში კი ბოლო 4 დღის განმავლობაში საუბარია 35 ტანკერის განადგურებაზე. პრინციპში მე ახლა თქვენთან ერთად ვნახულობ ამ უნიკალურ კადრებს, რომელიც სწორედ 9 ივლისით არის დათარიღებული, როგორც ხედავთ. სპეციალურად არ ვნახე, იმიტომ რომ თქვენთან ერთად გამეზიარებინა ეს ემოციები და დეტალები. ხო, ხედავთ იმას, რასაც წინა შემთხვევაშიც ხედავდით, ძალიან მიზანმიმართული დარტყმები არის, მანევრირებს დრონები და არის ისეთი ეპიზოდებიც, სადაც განმეორებით ხორციელდება ამა თუ იმ ტანკერზე დარტყმა. მთლიანობაში შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს არ არის ისეთი სიმძლავრის დრონები, რომლებიც გამოიწვევს ამ ხომალდების ჩაძირვას, ან სრულად განადგურებას, თუმცა ამოცანა აბსოლუტურად გასაგები არის, მიზანი არის, რომ ამ ჩრდილოვანი ფლოტის გემებმა უბრალოდ შეაჩერონ ფუნქციონირება და ვეღარ შეასრულონ საკუთარი ფუნქცია. ერთის მხრივ ვერ გაიტანონ რუსული სანქცირებული ნავთობი ექსპორტზე და მეორეს მხრივ ვერ მოხდეს მომარაგება ოკუპირებული რეგიონების, პირველ რიგში ყირიმზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. ჩემ წინა ვიდეოში ნაჩვენები მქონდა ასევე წყალზე და დრონის მოქმედების კადრი, რომელიც ასევე წარმატებული ოპერაცია იყო 2 დღის წინ და იმ შემთხვევაშიც დაზიანდა მნიშვნელოვნად ერთ-ერთი ჩრდილოვანი ფლოტის რუსული ტანკერი. აქ ერთ რამეს უნდა გაუსვათ ხაზი, რომ ყველა შემთხვევაში და ეს ბრიგადა ავრცელებს შესაბამის ინფორმაციას სწორედ განადგურებული, დაზიანებული გემები არის სანქცირებულთა სიაში. ანუ ეს არ არის რაღაც ესეთი უმართავი ქაოსური პროცესი, რომ უბრალოდ დრონები აფრინდნენ ჰაერში და დაინახონ ნებისმიერი ხომალდი და იმას დაარტყან, ასე არ ხდება. მათ წინასწარ აქვთ ცხადია განსაზღვრული გეგმა, განსაზღვრული ჩამონათვალი სამიზნეების, რომელი გემი უნდა იყოს სამიზნეში ამოღებული, შესაბამისად ამ სიაში ხდება ისინი, ვინც არის სანქცირებული, რომლებიც არის უпростоრად სანქცირებული და შესაბამისად თვალს ვადევნებთ მათ განადგურებას სხვადასხვა მოცულობის და სხვადასხვა მასშტაბის ხომალდებზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. ბოლო ნაწილში ჩვენ ვხედავთ საბუქსირე ხომალდზე დარტყმას. გავყვეთ ახლა დეტალურ ინფორმაციას, ეს არის ოფიციალური გვერდი პლატფორმა X414 ბრიგადის, როგორც უწოდებენ მათ მადიარის ჩიტების, იმიტომ რომ ლეგენდარული მეთაურის რობერტ მადიარის ბრიგადა არის ეს. ახლა ამჟამად რობერტ მადიარი უკვე არის უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური და დეტალური ინფორმაცია, როგორც თქვით, 14 საზღვაო ხომალდი მხოლოდ გასულ ღამეს 9 ივლისს აზოვის ზღვაში, ყველა მათგანი და მთლიანობაში 35 ტანკერი, ასევე სატვირთო გემი და საბუქსირე ხომალდი არის მხოლოდ ბოლო 96 საათის განმავლობაში განადგურებული. ეს არის, არ ვიცი, წარმოუდგენელი მაჩვენებელი, უბრალოდ ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რეალობაში 35 ტანკერი, რა რაოდენობა და რა მასშტაბია, მხოლოდ 4 დღის განმავლობაში არის ეს ყველაფერი განადგურებული. არ ვიცი რა შეიძლება ითქვას, ფაქტია და ეს ოპერაციები, უწყვეტი ოპერაციები, ყოველდღიური ოპერაციები აჩვენებს იმას, რომ აბსოლუტურად მოწყვლადი არის რუსეთის საზღვაო ფლოტი და მათი თავდაცვის საშუალებები ზღვაზე. არ ვიცი რა უნდა ქნან ამ ხომალდებმა, ბუჩქებს ვერ შეეფარებიან, ღია ზღვაში არიან, მით უმეტეს თუ ისინი რაღაც ერთი და იგივე ზონაში არიან, თავმოყრილი ან რაღაც ერთად ხდება გადაადგილება, უფრო მარტივი სამიზნეები არიან უკრაინელებისთვის სხვადასხვა საშუალებებით, როგორც თქვი.
საჰაერო დრონებით, წყალქვეშა დრონებით, რიგ შემთხვევაში თუ წყალზედა დრონებით. არჩევანის თავისუფლება უკრაინელებს ნამდვილად აქვთ, მათ ხელთ არსებული იარაღის სხვადასხვა შესაძლებლობებიდან გამომდინარე. აქ უკვე შემდეგ ჩვენ გვაქვს ესეთი ტაიმლაინი, დროში თანმიმდევრობა, განადგურებული ხომალდების შესახებ და როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველდღიურად მატულობს ეს ტემპი და მასშტაბები. 6 ივლისისთვის მაგალითად მადიარის ჩიტებმა დაარტყეს 2 ტანკერს, შემდეგ უკვე 7 რიცხვი 10 ხომალდი მთლიანობაში, 8 ტანკერი, 1 სატვირთო გემი და 1 ბორანი. შესაბამისი ჩამონათვალი გვაქვს აქ ამ ხომალდების დასახელებები. 8 ივლისი 9 ხომალდი ჯამში. აქედან ყველა არის 1 2 3 4 არის 5 არის ტანკერი და ასევე 4 სატვირთო ხომალდი, მათ შორის მშრალი ტვირთების გადამტანი ხომალდები იყო ნახსენები ამ ჩამონათვალში და 9 ივლისის სტატისტიკაზე კი უკვე მოგახსენეთ, ვისაც დეტალურად გსურთ ამ ინფორმაციის გადამოწმება, შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს სახელები, დასახელებები უпростоრად ამ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების და შემდეგ დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ რომ დასერჩოთ დასახელების მიხედვით ამ ხომალდებს ამოგიგდებთ, ვინც ხართ უფრო დეტალური ინფორმაციის მოყვარული და ვისაც გსურთ რომ მაგალითად რა მოცულობის ტვირთების გადატანის შესაძლებლობა ქონდა ამა თუ იმ ხომალდს აი ამ დეტალებში გარკვევა. დამატებით რა შეიძლება ვთქვათ, მე მგონი ზედმეტ კომენტარს ეს ამბავი აღარ საჭიროებს, უბრალოდ დიდებული ამბავი არის. უბრალოდ მე მრჩება განცდა რომ ეს არის რაღაცა ახალი კიდევ უფრო მსხვილი კამპანიის ნაწილი. ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით ვხედავთ ჩვენ აქტიურ მოქმედებას უკრაინელების მხრიდან, დრონების მეშვეობით, ეს არის deep strike-ები, სიღრმეში დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, მათ შორის როგორებიც დღესაც განხორციელდა და სწორედ ამაზე უნდა მოგიყვეთ ახლა. მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ საშუალო დისტანციებზე დარტყმებს და ლოჯისტიკის პარალიზებას ფრონტის სიახლოვეს საოკუპაციო ძალის და ჩვენ ვხედავთ ახლა უკვე ახალ კამპანიას, რომელიც მიმართული არის უშუალოდ ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდების პარალიზებისთვის და მათი წყობრიდან გამოყვანისთვის. ეს ყველაფერი მთლიანობაში ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ურტყამს რუსეთის ეკონომიკას და მათ სამხედრო შესაძლებლობებს, მათ ბიუჯეტს და ალბათ უფრო დიდი მიზნისკენ მიმავალი ეს კომპლექსური ნაბიჯები არის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. დაველოდოთ მომდევნო დღეების განმავლობაშიც მე ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ არაერთი ხომალდის დაზიანების თუ განადგურების შესახებ გაავრცელებს 414 ბრიგადა მადიარის ჩიტების ინფორმაციას. მანამდე კი შეგვიძლია თვალი მივადევნოთ სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს, გასული ღამე გამორჩეული არ ყოფილა, ანუ იმ გაგებით რომ ჩავარდნა არ ქონიათ შორი მოქმედების დარტყმების ნაწილში უკრაინელებს, ამ შემთხვევაში ტვერი, ასევე მიხაილოვსკი და სტავროპოლის რეგიონები იყო შორი სანქციების სამიზნე. ყველა შემთხვევაში დაზიანებული და განადგურებული არის ნავთობ ობიექტები. მე ვნახე ასევე აქ ზელენსკის პოსტიც იყო, სადაც ერთგვარი კოლაჟი იყო ნაჩვენები ამ სამივე მიმართულებასთან დაკავშირებით. ერთი მათგანი 500 კილომეტრის დაშორებით, მეორე 1500 კილომეტრის დაშორებით და მესამე როსტოვის შემთხვევაში საუბარი არის 200 კილომეტრის მანძილზე ფრონტის ხაზიდან, ასე ვთქვათ. ხო, ესეც ზელენსკის მიერ გავრცელებული კადრები, რომელიც თავის მხრივ ამ პოსტში მადლობას უხდის უპილოტო სისტემების ძალებს და ყველა სამხედროს, რომელიც ამ ზუსტ და პროფესიონალურ მოქმედებებში არის ჩართული. ესეთი კოლაჟი გვაქვს, ნაწილობრივ აქ ნაჩვენები არის უშუალოდ მიფრენის მომენტები, დარტყმების მომენტები და ნაწილობრივ შედეგები, რომელიც სახეზეა. წინა ჯერზეც ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ დარჩა მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, 11-ვე მსხვილ ნავთობ ობიექტზე განხორციელდა არაერთი, ზოგ შემთხვევაში განმეორებითი დარტყმებიც კი და ეს პროცესი გრძელდება და გარდა ამისა, სამიზნეებში ექცევა ესეთი შედარებით მცირე ნავთობ ობიექტებიც, მათ შორის არამხოლოდ გადამამუშავებელი
საწარმოები, არამედ საქაჩი, გადასაქაჩი ინფრასტრუქტურა, ასევე ნავთობ ტერმინალები, სადაც მარაგების შევსება და შენახვა ხდება და ასე შემდეგ. ამ ხრივაც ძალიან დიდია ჩამონათვალი. ეს არის სტავროპოლის კადრები და ასევე ახალი ვიდეო მასალა, რომელიც გასულ ღამეს ჩატარებული ოპერაციის შედეგებს ასახავს. შეგვიძლია ესეც დავათვალიეროთ. რატო ადებენ ამ ყველა ვიდეოს რაღაც მუსიკას არ მესმის, მაგრამ კარგი არა უშავს. ესეთი შთამბეჭდავი სანახაობა გვაქვს ამ შემთხვევაშიც. გადავიდეთ შემდეგ ამბავზე. ვაუ, აქ ძალიან დიდი ფეიერვერკი გვაქვს ნაჩვენები. ეს არის ტვერის ოლქი და ადგილობრივი ნავთობ ობიექტი. აქ როგორც ჩანს განმეორებითი დარტყმა, ხედავთ რომ მანამდეც იყო დაკვამლიანება და ხანძარი და შემდეგ უკვე მორიგი დიდი აფეთქება გვაქვს. როგორც ჩანს რომელიღაც ნავთობ რეზერვუარი აიწია ჰაერში ამ შემთხვევაში და ესეთი ეფექტი შექმნა, სოკოს ეფექტი. ასევე ტვერია და ეს უკვე დღის განმავლობაში გადაღებული კადრები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ღამე დაარტყეს გამთენიისას დაახლოებით და უკვე შემდეგ დღის განმავლობაში ცხადია, რომ გრძელდება ხანძარი და ჯერ კიდევ არ არის იქ ცეცხლი ჩამქრალი ამ მომენტისთვის, როდესაც ეს ფოტო არის გადაღებული, დიდი ალბათობით ვიზუალიდან გამომდინარე თუ იმშელებთ შუა დღეს არის ეს ამბავი. ესაც არ არის უჩვეულო ამბავი, მოგეხსენებათ მსგავსი ობიექტების დაბომბვის დროს ხანდახან დღეების განმავლობაშიც კი ვერ აქრობენ ხოლმე ხანძარს. მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვისაუბროთ ახლა. ცხადია, რომ ნავთობ ობიექტების მუდმივი დაბომბვა რუსეთის ტერიტორიაზე აისახება მოქალაქეების ყოფაზე და უფრო გრძელდება ეს რიგები საწვავის ბენზინგასამართ სადგურებთან და წინა ვიდეოშიც ვახსენებდი, რომ მაგალითად კარვების გაშლა დაიწყეს რუსებმა იმისთვის, რომ უფრო გაუმკლავდნენ ამ დისკომფორტს, მანქანაში ძილი მობეზრდათ მათ ბენზინის მოლოდინში და აქ ძალიან საინტერესო ვიდეო მასალა მაქვთ მე თქვენთვის ამ შემთხვევაშიც. ხედავთ ალბათ საძილე ტომარა პირდაპირ ტროტუარზე ძინავს და შემდეგ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა და ეს მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბენზინგასამართ სადგურთან მოვიდა საწვავმზიდი და ახლა ნახავთ რეაქციას. Алло! Приехал, приезжайте! Мы на Хиросиме! აი ესე გაიღვიძა მხიარულად. Сигиже, ძალიან ბევრი ვიცინე, როცა ეს ვიდეო ნახე. Алло! Приехал, приезжайте! Мы на Хиросиме! გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე და როგორც იქნა ბენზინი მოიტანეს ამ ნავთობ გასამართ ბენზინგასამართ სადგურზე. ხო, სხვათა შორის შემდეგი თემა ეხება ასევე ამ საწვავის კრიზისს და იმას თუ როგორ ცდილობენ რომ რაღაცნაირად შეამცირონ ბენზინის დეფიციტი. მათ შორის როგორც აღმოჩნდა, ყაზახეთიდან დაიწყო კონტრაბანდის გადატანის მცდელობები. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები ახლა აქტიურებენ პროცესს მონიტორინგის გამშვებ პუნქტებზე, რომლებიც მრავლად არის რუსეთის და ყაზახეთის საზღვარზე, ამოწმებენ სატვირთო ავტომობილებს და როგორც ხდება ხოლმე ერთ სიტყვით, ამ საბარგულებს და ასე შემდეგ. ხო, ყაზახეთთან თხოვნა ქონდა რუსეთს, რომ ესე ჰუმანიტარული ტვირთის სახით მიიღო ბენზინი, გარკვეულ რაოდენობაზე იყო საუბარი, რაზეც უარი განაცხადა თავის მხრივ ყაზახეთის ხელისუფლებამ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში თუ მიაწვდიდნენ, ის მათ შეექმნებოდათ უკვე სხვა ტიპის პრობლემები, რაც ეხება მეორად სანქციებს. შესაბამისად, მოთხოვნა ფაქტია, რომ არსებობს და არ არის გამორიცხული ის, რომ გარკვეულ მოქალაქეებს უჩნდებათ სურვილი, რომ ფული გააკეთონ, რატომაც არა, ცადონ და გადაიტანონ რუსეთის ტერიტორიაზე საწვავი, რომელსაც
შემდეგ უკვე ძვირად გაყიდიან. აი ამ ნიუსშიც ამაზე არის საუბარი. აქ უკვე კონკრეტიკა გვაქვს, რომ გასული დღეების განმავლობაში 59 გამშვებ პუნქტზე მოხდა შემოწმება და მოხდა დარღვევების აღმოჩენა, 61 მცდელობა დაფიქსირდა 2 დღის განმავლობაში არალეგალურად ნავთობპროდუქტების გადატანის მცდელობებზე არის საუბარი. რას აკეთებს ამ დროს პუტინი? პუტინი ცდილობს, რომ წარმოაჩინოს კვლავ თითქოს ყველაფერი რიგზეა და წინაჯერზეც ვისაუბრე ამაზე, რომ ის ცდილობს ისრები გადაიტანოს, პასუხისმგებლობა საკუთარი თავიდან აირიდოს და გადააბრალოს ქვეშევრდომებს. ამ შემთხვევაში მან თათბირი გამართა ესეთი ვიდეო კონფერენცია ჰქონდა ოლქების ხელმძღვანელებთან და დაავალა, რომ უფრო ეფექტურად იმუშაონ. კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ეს განცხადება და გავაგრძელებ. Быстрее, так, чтобы они тоже здесь не зажимали продукт исключительно в рамках своей распределительной сети, в рамках своих АЗС, а выдавали нужный продукт и независимым АЗС, да, и предложение Кобзева тоже следует учесть и как можно быстрее развернуть возможности работы и малого и среднего бизнеса по производству нефтепродуктов. Сделать все для того, чтобы все у нас функционировало нормально. Нужно მოკლედ პუტინი დავალებებს გასცემს, რომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ყველაფერმა ნორმალურად იფუნქციონიროს, მათ შორის ბიზნესს არ შეექმნათ პრობლემები, მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემები, თუმცა ის რომ ბრძანებას გასცემს პუტინი არ ნიშნავს, რომ ეს შესრულებადი არის, რეალურად ის არ აღიარებს რა გამოწვევების წინაშეც დგას, არ აღიარებს, რომ ვერ უმკლავდება უკრაინულ დარტყმებს შორდისტანციაზე და არ აღიარებს იმას, რომ მისი ნავთობ სექტორი იწვის ახლა. შესაბამისად, ხო, ცდილობს, რომ ეს ილუზია შექმნას კიდევ ერთხელ და მეორეს მხრივ, როგორც ვახსენე, ისრები გადაიტანოს ხვებზე. თითქოს ხვები ვერ აკეთებენ თავის საქმეს კარგად, ისე არსებობს მარაგებიც, ისე არსებობს ყველანაირი რესურსი და წესით ეს პრობლემები არ უნდა იყოს. ასეც ცდილობს უნიჭოდ რაღაცა წარმოდგენის შექმნას, თითქოს ყველაფერი მშვენივრად არის. აქ მეორე პატარა ვიდეო მაქვს ასევე თქვენთვის პუტინის ამ დღის ჩანაწერიდან, ეს არის გუშინდელი მასალა, სადაც გაშიფრეს და ძალიან თვალშისაცემია პრინციპში ის პრობლემა ბრჭყალებში, რომელიც პუტინთან დაკავშირებით გამოიკვეთა. ერთ-ერთი თანამოსაუბრე მას უზიარებს ინფორმაციას არსებული პრობლემების შესახებ და იმისთვის, რომ თითქოს რაღაც საქმიანი იმიჯი შეინარჩუნოს, იწყებს რაღაცის ჩანაწერის გაკეთებას ბლოკნოტში, ხო? ფურცელზე, მაგრამ ამ დროს აშკარად ჩანს კადრში, რომ ეს კაცი არაფერსაც არ იწერს, უბრალოდ რაღაც ხელით მოძრაობებს აკეთებს, წრეებს ხაზავს და თან რაც აშკარად გამოჩნდება და თქვენს დააკვირდით ახლა, ანუ ერთი მიმართულებით, თქვათ, მარცხნიდან მარჯვნივ კი არ წერს, ხან მარცხნიდან მარჯვნივ წერს, ხან მარჯვნიდან მარცხნივ წერს და აშკარად ჩანს, რომ ეს რაღაც უბრალოდ რაღაც ხრიკი მოიფიქრა იმისთვის, რომ თითქოს წარმოეჩინა, რომ გულისხმური უსმენდა. Понятно, что текущая ситуация на АЗС вызывает беспокойство у людей. Для решения стоящих задач и стабилизации ситуации правительство продолжает предпринимать дополнительные шаги. Сегодня ввели запрет на экспорт дизельного топлива, и это позволит увеличить поставки на внутренний рынок. В июле также начинаем импортные поставки нефтепродуктов и наращиваем дополнительные объемы производства за счет нефтепродуктов более низкого экологического класса. Понятно, что текущая ситуация ეს შეგიძლიათ გადაახვიოთ და კიდევ უფრო დეტალურად დააკვირდეთ. ხო, აი ეს კაცი ეძახის კლოუნს სხვას. რეალურად სიტუაცია, პუტინის მცდელობების მიუხედავად მძიმდება, ეს არ ეხება მხოლოდ იქ რაღაც ბენზინის რიგში დგომის დისკომფორტს, ცხადია ეს ყველაფერი აისახება ინფლაციაზე, ცხადია ეს ყველაფერი აისახება პროდუქტების ფასებზე და ასევე დისტრიბუციაზე თუ მთელ რიგ ოპერაციებზე, რომელიც უკავშირდება ცხადია ტრანსპორტს, ბენზინს, საწვავს, გადაზიდვებს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი უკვე დაეთყო ბიზნესს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთი რუსეთის მოქალაქის მიერ გადაღებული ტელეფონით გადაღებული კადრები ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში ვეგასი არის ასეთი მოსკოვის ტერიტორიაზე, სადაც აჩვენებს რა სიტუაცია არის ბიზნესი რა დღეშია იქ. სხვა შორის ქართულ რესტორანსაც აჩვენებს, ნახავთ. Рестораны все закрыты.
да и в самом торговом центре никого нет. Вот дяди Макса Фадеева, грузинский ресторан Вах-Вах. Все закрыто. Бизнес в России умер. Дока, суши. Все закрыто. Зафирана, ресторан. Все закрыто. Агаларова. Вот так вот работаете в России. ხო, ვისაც გაინტერესებთ, დასერჩეთ ვეგასი არის უდიდესი სავაჭრო ცენტრია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი და უამრავი ხალხი, როგორც წესი, იქ ვაჭრობს ყოველდღიურად და მიდის საშოპინგოდ, თუ დასასვენებლად, თუ გასართობად და როგორც ხედავთ, სიტუაცია ასეთია. ორი კინკილა კაცი დაბოდიალობდა და როგორც ეს კაცი ამბობდა, ბიზნესი კვდება რუსეთში. და ნუ ეს პროცესი თანდათან უფრო დამძიმდება. მე კიდევ გავიმეორებ ის კითხვა მაწუხებს მხოლოდ როდის შეიცვლება ეს ბალანსი შიშსა და უკმაყოფილებას შორის და როდის დაიწყება მასობრივად უკმაყოფილების გამოხატვა, როდის გადაიზრდება ეს ყველაფერი პოლიტიკურ პროცესში რუსეთში, რამდენად მოახერხებენ ამას დიადი რუსეთის მოქალაქეები. ნუ საპასუხოდ, რასაც ახერხებს რუსეთის ფედერაცია, ეს არის ტერორისტული დარტყმები ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით კიევზე თუ სხვა ქალაქებზე, სადაც ნუ ჯერჯერობით სისუსტეს ხედავენ უკრაინის და ამ პრობლემებსაც მოევლება იმედია, გუშინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული და ამაზე ჩემი ვიდეო წინა სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა, რომ პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს უკრაინა, ამაზე ცოტა მოგვიანებით მექნება საუბარი, ხო, მაგრამ მანამ ვიდრე ეგ პრობლემა მოგვარდება, ბალისტიკას აქტიურად იყენებს. გუშინ იყო ესეთი ინფორმაცია, რომ კიევზე შესაძლებელი იყო მომდევნო 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთი კომბინირებული მასირებული თავდასხმა. ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა მუდმივად აი ამ მოლოდინის რეჟიმში არიან უკრაინელები, რომ მათი ქალაქები შესაძლოა ბალისტიკური რაკეტებით დაიბომბოს და გარდა ამისა, სადაც წვდებიან დრონებით, მათ ცხადე არ აქვთ ის ტექნოლოგიები შორს მოქმედი და ახლო დისტანციაზე მოქმედი, ისეთი ეფექტური, საშუალო დისტანციაზე მოქმედი, ისეთი ეფექტური შეიარაღება, როგორც დრონების თვალსაზრისით აქვს უკრაინას, მაგრამ სადამდეც წვდებიან ფრონტის ხაზთან ახლოს, იგივე FPV კამიკაძე დრონებით, ისინი ბომბავენ ერთგვარი რაღაცა რევანშის ხასიათი უნდათ, რომ ამ ყველაფერს შესძინონ და ბომბავენ ბენზინგასამართ სადგურებს პირდაპირ გაგებით, სადაც არის ხალხი, აი ეს კადრიც სწორედ ამის სადემონსტრაციოდ მინდა გაჩვენოთ, ასეთი ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა აღმოსავლეთის მიმართულებით ფრონტთან ახლოს, ასევე სამხრეთით, ნუ იგივე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და სხვაგანაც. ეს ამ შემთხვევაში არის ხარკოვის ოლქი, რამდენადაც მახსოვს, კი ბატონო, გადავამოწმოთ. კი, ხარკოვის ოლქში განხორციელდა ეს დარტყმა FPV კამიკაძე დრონით, ხედავთ რომ აქ მანქანები დგას, ხალხია, ნუ ამ ბენზინგასამართ სადგურის თანამშრომელი არის ამ შემთხვევაში, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა. ცხადია რომ ამ დრონის ოპერატორიც ხედავდა რომ აქ იყო სამოქალაქო მოსახლეობა, ასე ვთქვათ, არ იყო ეს რაღაც სამხედრო ობიექტი და პირდაპირ მიზანმიმართულად, ნუ მოქალაქეებს, სამოქალაქო მანქანებს დაუმიზნეს ეს დრონი და ნუ აფეთქება ხდება ფაქტია. ხო, და ამაზე შეფასებები თქვენთვის მომინდია, არც ახალია და არც გასაკვირი პრინციპში რუსეთის არმიის ამგვარი ქცევა. იგივენაირად ახლა პარალელი რომ გავავლოთ, ხედავთ ხო, რა ხდება უკრაინის მხრიდან, იბომბება ნავთობობიექტები, იბომბება საწომზიდები, თუმცა რაც ეხება ნუ სამოქალაქო ნაწილს და იქ რიგებს ბენზინგასამართ სადგურებთან, ესაც შეიძლება რომ ანალოგიურად მარტივი სამიზნე აღმოჩნდეს, ხო, უკრაინელი დრონის ოპერატორებისთვის ბენზინგასამართი სადგური, სადაც მოქალაქეების უზარმაზარი რიგი დგას. მაგრამ არ აკეთებენ ამას, იმიტომ რომ რაღაც პრინციპები და მორალი ომშიც არსებობს, მაგრამ ეს პრინციპები და მორალი რუსეთის არმიის შემთხვევაში უბრალოდ არ არსებობს და ესეც კიდევ ერთი დემონსტრაცია სწორედ აი ამ ამბის. გავაგრძელოთ ბოლო თემა, ვიდრე დავასრულებ ამ ვიდეოს, ვისაუბრებ სწორედ ბალისტიკური რაკეტების საფრთხეზე ერთის მხრივ და საპასუხო ნაბიჯებზე, რომელსაც დგამს უკრაინა პარტნიორებთან ერთად და ასევე ვისაუბრებ იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი საკუთარი ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად.
მიღწევად. როგორც ცნობილია, Firepoint-ი უკრაინული კომპანია აწარმოებს დიდ სამუშაოებს უკვე დიდი ხანია იმისთვის, რომ უკრაინას კონდეს საკუთარი ბალისტიკური რაკეტები, როგორც ესეთი თავად რაკეტები FP7-ები და FP9-ები არის უკვე შექმნილი, თუმცა დენის შტილერმანი ამ კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ამბობს ასეთ რამეს ამ ინტერვიუში, რომ ახლა მიმდინარეობს დასკვნითი სამუშაოები იმისთვის, რომ გამოიცადოს ამ რაკეტების ძრავები. ეს გადარჩა, ეს არის ბოლო ეტაპი, ასე ვთქვათ, მას შემდეგ რაც დასრულდება ძრავების ტესტირება, უკვე საბრძოლო მოქმედებებში მოხდება FP7-ების თუ FP9-ების ბალისტიკური რაკეტების გამოცდა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. აი აქ სწორედ ამას ამბობს შტილერმანი, რომ გადავთარგმნი, მე ვფიქრობ, შემოდგომისთვის ჩვენ უკვე გავტესტავთ ჩვენს რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე. ესაც დიდი ამბავი არის, თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ წესით და რიგით წლის ბოლომდე უნდა დასრულებული იყო ეს პროცესი, თუმცა კარგი ამბავი ამ შემთხვევაში ის დეტალია, რომ როგორც ჩანს ეს პროცესი დაჩქარდა და საშემოდგომოდ უკვე შემოდგომისთვის შესაძლოა ჩვენ ვნახოთ ძალიან დიდი სიახლეები, რაც ასევე გარდამტეხი იქნება ამ ომში რუსეთს ფაქტობრივად სარკისებურად დაუბრუნდება ყველაფერი ის, რასაც გასული 5 წლის განმავლობაში აკეთებს უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის ტერიტორია დაიბომბება არა მხოლოდ შორი მოქმედების დრონებით, ამ შემთხვევაში მათი სამხედრო თუ ენერგოობიექტები დარტყმის ქვეშ მოყვება ბალისტიკური რაკეტების გამოყენებითაც. რაც შეეხება თავდაცვას, ამ ხრივ დიდი ამბავი უკვე ვახსენე არაერთხელ. ეს ძალიან გარდამტეხი ამბავია, რომ უკრაინა შეძლებს, რომ პატრიოტის სისტემის რაკეტები აწარმოოს. ამასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები დამატებით გახდა დღეს ცნობილი, მათ შორის საუბარი არის იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ უკრაინასთან არ მუშაობს ამ კუთხით. შეთანხმება გულისხმობს, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, მოიცავს კიდევ 4 ქვეყნის ჩართულობას, ესენი არიან პოლონეთი, ეს არის ასევე შვედეთი, არის გერმანია და არის ნიდერლანდები და გარკვეული კომპონენტების გადანაწილება მოხდება, ასე ვთქვათ, პრინციპების დონეზე რომ ვისაუბროთ, ცხადია მე ამ დეტალებში ვერ ვირკვევი და ვერ გეტყვით ახლა კონკრეტულად რა ფუნქციას ვინ გადაინაწილებს, თუმცა როგორც ჩანს ეს იქნება რაღაც ერთობლივი მუშაობის შედეგად დადებული საბოლოო პროდუქტი, პატრიოტის სისტემის რაკეტები, რომელიც მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას არ მოემსახურება და ასევე ეს მოემსახურება ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოებას, სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით. რაც შეეხება ვადებს, ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული პოზიტიური სიახლეები, გაჟღერდა ასეთი ცნობა, რომ შესაძლოა უახლოეს კვირებში უკვე უკრაინამ პარტნიორებთან ერთად დაიწყოს აი ამ პროგრამაზე მუშაობა და მთავარი კითხვის ნიშანი ცხადია არის ის, თუ როდის მოხდება საბოლოოდ უშუალოდ პროდუქტის დადება. ცხადია, რომ ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება, ასევე ლოგიკური რისკია ის, რომ აი ამ ფანჯრის ეფექტურად გამოყენებას შეეცდება პუტინი და მისი რეჟიმი, ისინი მაქსიმალურად აი ამ პერიოდში, ვიდრე უკრაინას ექნება საკმარისი პატრიოტის სისტემის რაკეტები, ეცდებიან, რომ მაქსიმალურად მძიმე დარტყმები მიიტანონ უკრაინულ ქალაქებზე და ალბათ კიდევ არაერთხელ ვნახავთ მომდევნო პერიოდის განმავლობაში შემთხვევებს, როდესაც დაიბომბება კიევში თუ სხვა ქალაქებში საცხოვრებელი კომპლექსები. რა უნდა ვთქვათ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შეიძლება ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი მოყვება ამ ყველაფერს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ამას უკვე რუსეთი აკეთებს მეხუთე წელია და ამან ვერ გატეხა უკრაინული საზოგადოება, მათი არჩევანი და მათი პოზიცია არის ცალსახა, ისინი არ აპირებენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის დათმობას და ყველანაირად იბრძვიან იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ მათზე დიდ მოწინააღმდეგეს და ცალსახაა, რომ ახლა ინიციატივა სწორედ უკრაინის მხარეს არის, ახლა ტექნოლოგიური უპირატესობა უკრაინის მხარეს არის და ეს იმდენად შთამბეჭდავია, რომ ტრამპსაც კი მოახდინა გავლენა, ტრამპს უყვარს გამარჯვებულების მხარეს ყოფნა, შესაბამისად სწორედ აი ამ უკრაინის დღევანდელი პოზიციებიდან გამომდინარე, მან მიიღო გადაწყვეტილება, უდიდესი გადაწყვეტილება, რომ უკრაინას მიაწოდოს პატრიოტის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზია, მის ნება დართოს.
ვიდრე ეს მოხდება, კიდევ ერთი კარგი ამბავი და დავასრულებ დაგემშვიდობებით არის ის, რომ შეთანხმება არსებობს PAK-3 ტიპის რაკეტების, პატრიოტის რაკეტების პარტნიორების მხრიდან მიწოდების შესახებ, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ამბობდა და აი ამ ნიუსშიც ეს არის ნახსენები, რომ 5 რაკეტის მიწოდების შესახებ მიღებული არის გადაწყვეტილება, თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ახლა უკრაინას უწევს აი ამ პოზიციაში ყოფნა, რომ პარტნიორებთან რაღაც ერთეულ რაკეტებზე მიდის მოლაპარაკება და რაღაცნაირად ცდილობს, რომ საერთო სიტუაციის გათვალისწინებით რაღაცნაირად გამოწუროსა ეს სარგებელი რომელიმე პარტნიორისგან, რიგ შემთხვევაში მიიღოს 3 რაკეტა, რიგ შემთხვევაში 1 რაკეტა, რიგ შემთხვევაში 10, თუმცა ამ ყველა მათგანს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა უკრაინის მოქალაქეებისთვის და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. თითოეული ასეთი დახმარება და მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან არის ძალიან ძვირფასი უკრაინისთვის. ისინი საკმაოდ ეფექტურად უმკლავდებიან შაჰიდის ტიპის დრონებს, 95%-მდეც კი აღწევს ეფექტურობა ამ მხრივ, თუმცა ბალისტიკის წინააღმდეგ მას შემდეგ რაც შეიქმნა ეს პატრიოტის სისტემის რაკეტების დეფიციტი, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ბალისტიკური რაკეტების მოგერიების მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული, რაც თავისთავად პროპორციულად გულისხმობს საფრთხეების გაზრდას და ეს ჩანს კიდევაც გასული 2 კვირის განმავლობაში 50-მდე ადამიანი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში. ხო, ასეთი არის ამ დროისთვის არსებული სიტუაცია, პრინციპში ვეცადე რომ მოკლე ყოფილიყო დღევანდელი ვიდეო მაქსიმალურად და ბოლო განახლება გამეკეთებინა ცნობების. საინტერესო პროცესის მომსწრე ვართ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და უფრო დიდი ამბების მოლოდინში ვართ წინ, ალბათ ყველა ერთად. ცხელი ზაფხული და ცხელი მოვლენები გრძელდება, ველოდებით უფრო დიდ წარმატებებს უკრაინის მხრიდან, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მოკლედ ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები და ლაიქეთ ვიდეო, არ დაგეზაროთ და ასევე თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ამ პროექტის მხარდაჭერისთვის ჩაერთეთ დონაციაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისი მონაცემები არის ვიდეოს აღწერაში. ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი და Patreon-ის პლატფორმის ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პაკეტი, ასე ვთქვათ, 5, 10 ან 15 დოლარიანი და ყოველთვიურ დონაციაში ჩაერთოთ ამ გზით. ძალიან მარტივი პროცედურაა და შეგიძლიათ მსურველებმა გაიაროთ. მე კი დაგემშვიდობებით, იმედი მაქვს რომ მალე დაგიბრუნდებით, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.